მე უკვე ვთქვი, რომ ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ ქვეყანაში, ვინც იცის რა არის დასავლური ღირებულება და ვიცავდით ამას მაშინ, როცა ყველას ეშინოდა ქართული ოცნების ჩათვლით. მაშინ შალვა პაპუაშვილი მეკითხებოდა, რატომ აძლევ წინააღმდეგ ერთ-ერთ კანონს ევროინტეგრა 12 პუნქტში რო შედიოდა. ყველა გაგიბრაზდებათ, იმიტომ რომ არ იყო ის ევროპული კანონი, ევროპელები ცდებოდნენ და ჩვენ ვიცით, რომ ევროპელები ცდებიან. თქვენზე უკეთესად ვიცით და არ გვეშინია მის აღიარება. თქვენ გეშინოდა, ჩვენ არ გვეშინოდა. ამიტომ ჩვენ რო ხელისუფლებაში ვიყოთ, ჩვენ პირველ რიგში ევროპას აქ მოვიტანთ. ევროპული ქვეყანა გავხდებით სიტყვის თავისუფლების, კერძო დაცულობით, სასამართლოთი, რომლის გარეშე არ შეიძლება არ გვექნება არაფორმალური და ერთპიროვნული მართლობა. ევროპა ვიქნებით არა იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძე იყო ევროპელი და შოთა რუსთაველი, იმიტომ რომ ჩვენ გავხდებით ევროპული ქვეყანა დღეს. სადღეგრძელოებით კი არა, ფაქტი. ჩვენი პოლიტიკა იქნებოდა ის რაც გერბზე გვიწერია. იმიტომ რომ აი ოპოსუმების პოლიტიკა არის ღირსეული პოლიტიკა. და როგორც თქვი, აფთრები ოპოსუმს შეჭამენ მაინც. რამდენიც არ უნდა მოეგვიტარუნოს თავი. და აფთრები რო არის ირგვლივ და ამაში მეთანხმებით ალბათ. მარტო მგელი ლომი გამომკლავდება. ლომი მარტო არ ცხოვრობს, სხვა ლომებთან უნდა იყოს და აი სხვა ლომებთან ერთად უნდა ვებრძოლოთ ბარბაროსებს, რომელიც ჩვენ ირგვლივ არიან რუსეთის სახით პირველ რიგში და აი ეს იქნებოდა ჩვენი პოლიტიკა და მე მგონი ჯობია რომ ქართულ ხალხმა უარი თქვას შიშისა და საცადაობის პოლიტიკას, რომელიც ქართულ ოცნება ატარებს და აერჩიოს ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ გერბზე გვიხატია.